თვითონ მე შევესწარი ამ ფაქტს ალპანის შტაბში კოორდინატორებთან მუშაობის პერიოდში უშუალოდ დაურეკეს სოგიშის კოორდინატორს თამაზ დავითულიანს, ლაჯანის კოორდინატორს პაატა ყვირილიანს, ალბანის კოორდინატორს გია ფრუიძეს, ღვირიშის კოორდინატორს მზია გიორგობიანს და უშუალოდ ტექსტი იყო ესეთი: თქვენზე გამოწერილია 250 ლარი ხელფასი და სამშაბათს გელოდებით პოლიციის სამმართველოში, ცაგერის სამმართველოში. თავისთავად დავინტერესდი მომენტით და მე იძულებული გავხდი გამემეორებინა ზარი საიდანაც მოდიოდა იმავე ნომერზე და ეს დაფიქსირებულია ჩემ ტელეფონზე, დაფიქსირებული ალბათ ბატონ სოსო პოლიციის უფროსის ტელეფონის ნომერზეც. რა თქმა უნდა, დამიდასტურა თვით პოლიციის უფროსმა, რომ უშუალოდ თვითონ ამხორციელებდა ამ ზარებს, თვითონ იყო ინიციატორი თუ განხორციელებელი ამ მოქმედების და დაადასტურა. მე უბრალოდ ვიხმარე სიტყვა მესიჯი და მან მითხრა არა მესიჯით, არამედ პირადად მე ვესაუბრები, მესიჯი მე არავისთვის არ გამიგზავნია, მე პირადად ვესაუბრები მათამ. როცა შევეკითხე რა იყო ამის მიზეზი, მან მიპასუხა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია თითქოს და ჩადენილი. რაში მდგომარეობს სისხლის სამართლის დანაშაული? ფაქტიურად თქვენ თითქოს და გავეცით რაღაც ხელფასი. ნაციონალები ისე არიან უკვე ამოვარდნილი კალაპოდიდან, ისიც არიციან, რომ ჩვენ ფაქტიურად ენთუზიაზმით მუშაობთ აქ. და ერთი კაპიკიც კი არც ერთი უბნის კოორდინატორზე, არც ერთი სოფლის კოორდინატორზე, ერთი კაპიკიც ხელფასის სახით ან სხვა სახით არ გაცემულა. თუ კი რომელიმე კოორდინატორი, რა თქმა უნდა, დათანხმდებოდა იმას, რომ მასზე გამოწერილი 250 ლარი თუ რაღაც თანხა, მისაღები იქნებოდა მისთვის და ის გააკეთებდა, რომ კი ბატონო, ჩამოვალ და ავიღებ ამ თანხას, ეს ნიშნავს უშუალოდ მოსყიდვას, იმიტომ რომ არავითარი ურთიერთობა საარჩევნო კამპანიას არ უნდა კონდეს პოლიციასთან და არც ერთი ჩემი კოორდინატორი ზედმეტ ნაკლებად ჩემთვის, რამდენად ჩემთვისაც ცნობილია, დაკავშირებული არ არის რამე სამუშაოსთან, რომელიც პოლიციასთან იყოს ურთიერთობაში. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზეწოლას, როდესაც ფაქტიურად უპასუხეს, რომ მე პოლიციასთან რა საქმე მაქვს, მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია, თქვენ სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე სამშაბათს უნდა ჩამობრძანდეთ 10 საათზე პოლიციის რაიონულ სამმართველოში. ეს ადამიანები კონკრეტულ დღეზე არიან დაბადებული. რა თქმა უნდა, სამშაბათი 10 საათი. მე უკვე შემდეგ ჩემ სატელეფონო ტელეფონზე განხორციელდა სხვადასხვა კოორდინატორების ზარები, რომლებმაც დამიდასტურეს იგივე და მითხრეს იგივე ტექსტი, ფაქტიურად ერთი და იგივე ტექსტი, თითქოს და ჩაწერილი რაღაც დისკზე, მაგრამ დამიკონკრეტეს ის, რომ მათ უშუალოდ ესაუბრა პოლიციის უფროსი ბატონი სოსო ლეთოდია. აქანია კოორდინატორი. ეს არის სიაროაგები. რა სახის ზარი განხორციელდა ამაღამ თქვენს ოჯახში? ამაღამ 9 საათზე, საღამოს 9 საათზე განხორციელდა ჩვენთან ზარი, მამაჩემმა უპასუხა. თქვენს რომ იყო პოლიციის უფროსი, სოსო ლეთოდიანი, რომელსაც დარეკა და უთხრა, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ზოგადად და კონკრეტულ შემთხვევაში კოორდინატორია მამაჩემი ქართული ოცნების წევრია და მასზე რომ აიღო 250 ლარი. რა თქმა უნდა ეს სრული სიცრუეა, არც ჩემს რომელიმე ოჯახის წევრს, არც მამაჩემს, რა თქმა უნდა ეს პული არ აუღია და შემდეგ ჩვენ გავარკვიეთ და გავიგეთ, რომ სხვა კოორდინატორებსაც ვრცელდებოდა მსგავსი სახის შანტაჟი. და რა უთხრეს მამა თქვენს, რომ იბარებდნენ პოლიციაში? მამაჩემს უთხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კონკრეტულ ფაქტზე და ამ ფაქტზე რომ დაუშვათ მან აიღო 250 ლარი. აჩერია. კოორდინატორები რეკავენ, რომ თქვენ ურეკავთ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრულია და მაინტერესებს. მე მოგახსენეთ მიმართეთ პრეს სამსახურს. იყო ასეთი ფაქტი, ისე რომ აიღეს კოორდინატორებმა ფულები რატო? შიდა და საქმეთა სამინისტროს. აქ არ ყავს ეს.
ჟურნალი არ შეიძლება ვნახოთ? ისი ჟურნალი? სადაც იქნება გატარებული, ისინი ვინც არიან დაბარებული. აბა არ ტარდება ჟურნალში? ვისაც იბარებთ არ ტარდება, ვისიც არის ის სამართ საქმე აღძრული არ ტარდება. არა, მე თქვენ გეკითხებით, შეგიძლიათ მაგაზე მიპასუხოთ, რომ ვისაც არის, არა, არ გეუბნებით მაჩვენოთ. მე რატომ მიღებ? ეკა რატომ მიღებ მე შენი ოპერატიული სიტუაციას? ხო ეწევ მე კი არ უნდა დააფიქსირო იქ. ხო საერთოდ დაფიქსირებს თან. ერთი წამი შეგიძლია მიპასუხო? საერთოდ, როცა არის ის ხვის სამართლის საქმე აღძრული პიროვნებაზე. უბრალოდ გეკითხები, არ გთხოვ მაჩვენო. როცა არის ეგეთი სიტუაცია, ტარდება თუ არა ჟურნალში? კი ან არა, არ შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვიხართ, რომ იმართეთ სპეციალურ სამსახურად გეთქვით დაწუნებთ ყველაფერს, რაც გაინტერესებს. არ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.